ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარი ადამ მარშანია, პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, 4 მოწვევის პარლამენტის წევრი და ის ახლა მეხუთედ ემზადება დეპუტატობისთვის. ქალბატონო ადა, ჩვენ წინა გადაცემაშიც მოგიწვიეთ თქვენ, მაგრამ მაშინ პატრიოტთა ალიანსს, როგორც ჩანს, ქონდა გარკვეული ტაიმაუტი მედიასთან ურთიერთობაში. ახლა რა შეიცვალა, ანუ რატო გადაწყვიტეთ, რომ იყოთ აქტიური უფრო? საღამოშვიდობით დიანა, დიდი მადლობა მოპატიჟებისთვის. მივესალმები პატიცემულ მაყურებელს. ნამდვილად ჩვენ მქონდა აღებული ტაიმაუტი საინფორმაციო და მხოლოდ ჩვენი გენერალური მდივანი ახმოვანებდა ცალკეულ განცხადებებს და პარტიის წევრი. პარტიის თავმჯდომარე უკაცრავად ბატონი დავით არხანმოურავი. ცხადია შედეგები არჩევნების არის შოკის მომღრელი. პირველი საღამო იყო ნამდვილი შოკი სრულიად საქართველოსთვის, ჩვენი პარტიისთვის. რასაკვირველია, ჩვენ არ ვეგუებოდით ამ შედეგს და ეს გრძელდებოდა ყველაფერი რამოდენიმე დღე და პრინციპში ერთი კვირის თავზე უკვე დამტკიცდა იურიდიულად სამართლებრივად, რომ ჩვენ გადავლახეთ ბარიერი, მივიღეთ ჩვენი 5% და პარლამენტში შევქმნით ფრაქციას. რატომ იყო შოკის მომკრელი? აქვე შეგეკითხებით, ვინაიდან ძალიან გაცილებით დიდი სტაჟის მქონე პოლიტიკური პარტიები ვერ მოხვდნენ პარლამენტში, თითქმის ეს რაღაც ორპოლუსიანი, ორპარტიული პარლამენტი მივიღეთ და თქვენ პატრიოტთა ალიანსი, ახლახანს წინა არჩევნებისთვის შექმნილი პოლიტიკური ძალა შეხვედით პარლამენტში. ანუ ეს თქვენ არ მიიღეთ როგორც გამარჯვება და რატომ მიიღეთ ეს შოკად? ჩვენ ეს მივიღეთ როგორც მინიმუმი, დიანა. ეს ჩვენთვის არის მინიმუმი. ჩვენ ამას ასე აღვიქვავთ. რატომ აღვიქვავთ ასე? იმიტომ რომ მთელი ეს 6 წელი, რაც ჩვენ უშუალოდ შევქმნით წინააღმდეგობის მოძრაობა, ჯერ მერე წინააღმდეგობის მოძრაობა იყო პოლიტიკურ პარტიაში, გადაზრდილი პოლიტიკური პარტია დავაფუძნეთ 12 წლის დეკემბერში. აი მთელი ეს წლები, პროცესი პოლიტიკური და ის რაც ხდებოდა ჩვენი პარტიის ირგვლივ, ეს ადამიანების აქტიურობა, მათი ჩვენდამი ასეთი ძალიან ხურვალი მხარდაჭერა, ეს ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება აჭარის მიმართ, იქ განვითარებული მოვლენები და საერთოდ თუ თქვენ ალბათ არ იცით, რომ ჩვენ 7000-ზე მეტი პარტიის წევრი გვყავს ეხლაც და საკმაოდ მრავალრიცხოვანი მხარდამჭერთა მთელი გუნდი გვყავს, რითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ. აღებული პროცენტი და თქვენი წარმოდგენები და ინფორმაციები თქვენს მხარდაჭერებზე არ შეესაბამებოდა ერთმანეთს. რასაკვირველია, არა მხოლოდ ჩვენი ინფორმაციები სიტყვიერი რაღაცა ზეპირი, ჩვენი შეფასებები ვიზუალური, არამედ ჩვენი დოკუმენტალური შეფასებებიც გვაქვს და დოკუმენტებიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ 300,000-მდე მხარდამჭერი მაინც გვაქვს ჩვენ საქართველოს მასშტაბით. თქვენ შედეგები თქვენთვის შოკის მომგვრელი არ ეთანხმებით, არ მოგწონთ, მაგრამ შედიხართ პარლამენტში, მიდიხართ ამ, ასე ვთქვათ, იღებთ ამ გამოწვევას და ასე ვთქვათ, არაპირებთ რაიმე ტიპის რაღაც სტრატეგიაზე იყოს უსაუბარი, რომ თითქოს ნელ-ნელა დახვეწდით და იტყოდით რა ტიპის ბრძოლას არჩევთ. ეხლა თქვენ რა გადაწყვეტილება გაქვთ ამ ეტაპზე მიღებული? არ მოგწონთ, მაგრამ რა თქმა უნდა შედიხართ და ხდებით პარლამენტში. არ მოგწონს. ნამდვილად ჩვენ უფრო ბევრი პროცენტი მივიღეთ, უფრო მძლავრი მხარდაჭერა ჰქონდა ჩვენი მოსახლეობის მხრიდან, მაგრამ იგივე ჩვენი მხარდაჭერებისაგან ჩვენ ამ დღეებში გვესმოდა შემდეგი და ჩვენი პარტიის წევრებისაგან, რომ აი ამ უთანასწორო ბრძოლაში, აი ამ ძალიან უსინდისოდ ჩატარებულ არჩევნებში, სადაც კაფიოდ გამოიკვეთა ორი მონსტრის, ორი ამ პოლიტიკური გაერთიანების, ერთი არის სახელისუფლება პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის ტრადიციაც ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა და ცუდი ტრადიცია არის ეს, თუმცა ძალიან გასაკვირი არა პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის და მეორეს კრიმინალზე დამკვიდრებული და კრიმინალური კავშირებით გამაგრებული
ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ორგანიზაცია ნაციონალური მოძრაობა. აი ამ ორ მონსტრს შორის, რომელიც აპელირებდა ერთი ადმინისტრაციული რესურსით და ძალიან დიდი ფულადი რესურსებით, მეორე აპელირებდა სრულიად არნახული თავხედური მოქმედებები და აგრეთვე განუსაზღვრელი ფინანსური შესაძლებლობებით, რომლებიც ჩვენგან იყო თავის დროზე დიანა, თქვენგან, ჩემგან უკანონოდ აღებული, გაძარცვული იყო სრულიად საქართველოს და ჩვენი მოქალაქეები. აი ასეთ პირობებში გვეუბნებოდნენ პარტიის წევრები და მოქალაქეები, რომ მაინც ეს არის გამარჯვება. და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკარგოთ პოლიტიკური ტრიბუნა და ძალიან სერიოზული, აქტიური, სუპერაქტიური, მე ასე ვიტყოდი, ტაქტიკა და სტრატეგია უნდა ავირჩიოთ პარლამენტში. თქვენ ორივე ოპოზიცია იქნებით, უნამუსო ოცნება და ფაშისტური მოძრაობა ნაციონალურ მოძრაობაზე. ასეთი ტიპის ლექსიკას იყენებთ ორივე პოლიტიკური ძალის მისამართი. თქვენ სად იქნებით? ვინ იქნება თქვენი ოპონენტი და ვინ იქნება თქვენი მოკავშირე? იმიტომ რომ თქვენ შედიხართ აი ამ დაკომპლექტებულ პარლამენტში, სადაც როგორც ჩანს, უმრავლესობა ექნება ქართულ ოცნებას, იქნება ნაციონალური მოძრაობა, თქვენ ვისკენ იქნებით? აი ბუფეტში ვისთან ერთად ჩახვალთ, ვისთან ერთად ტრიბუნაზე თქვენი გამოსვლა იქნება, ვის წინააღმდეგ და ვისთან სამეგობროდ და ასე შემდეგ. ამ სტრატეგიაზე არ გაქვთ ეს განსაზღვრული წინასწარ? რასაკვირველია, ჩვენ ყველა ველოდებოდით იმას, რომ ქართული ოცნება შევიდოდა უმრავლესობით, და ძალიან გაზრდილი ჯგუფით პარლამენტში, ამაზე განცხადებას ვაკეთებდით ჩვენ, მაგრამ ძალიან ცუდი რამ მოხდა ამ არჩევნებზე, ის რომ ეს პოლიტიკური პარტიები და სპექტრი არის წარმოდგენილი. ეს ძალიან ცუდია და ჩვენ ვაპირებთ პირველ რიგში ვიყოთ ჩვენი მოსახლეობის ხმა პარლამენტში, ჭეშმარიტი ხმა. და აი ამ გარეთ დარჩენილი პოლიტიკური მძლავრი, სტაჟიანი, გამოცდილი პოლიტიკოსების და პოლიტიკური ორგანიზაციების ხმა და მათი ხმა შეიძლება პარლამენტში იყოს მაგალითად რესპუბლიკური პარტიის ხმა, ან თავისუფალი დემოკრატების ხმა, ან გააჩნია ჩვენ რაზე შევთანხმდებით. თუ ეს იქნება ჩვენი უმთავრესი და უპირველესი ზოგად ეროვნული პრობლემა და საკითხი და ასეთია დამეთანხმებით დავიწყებული და გადადებული ქვეყნის გამთლიანება, დიანა, მე პირველ რიგში ამაზე მინდა ვისაუბრო დღეს და თქვენი ეთერის საშუალებით ეს საკითხი წამოვწიოთ და სრულიად ქვეყნის გასაკეთებელია ეს და არა ცალკეული პარტიის და ჩვენ ამ საკითხში ძალიან ძიმე ეროვნული კონსენსუსის მიღწევა მოგვიწევს. გააჩნია ეხლა თუ ეს არის მიზანი და ამოცანა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესს ეხმიანება და ემსახურება, რასაკვირველი, აბარისთვის არსებობენ პოლიტიკური პარტიები ნეტავი ქვეყანაში და ადამ არშანი აპირებს, ესე დავასკვნი, რომ აპირებს იყოს არა მხოლოდ პატრიოტთა ალიანსის ხმა პარლამენტში, არამედ პარლამენტს მიღმა დარჩენილი პარტიების ხმაც პარლამენტში იმ საკითხებზე, რომელზეც მათ ექნებათ თანხმედრა. რასაკვირველი, ეს არა მხოლოდ ადამ არშანი აპირებს ამას აპირებს პატრიოტთა ალიანსი. ამის თაობაზე ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ მე მგონი განცხადება გააკეთა არაერთი. იგივე ის პარტიები ჩვენ ბლოკში რო იყვნენ წარმოდგენილი, ძალიან კარგი და გამოცდილი პოლიტიკოსები დარჩნენ პარლამენტს გარეთ, იგივე ბატონი კახა კუკავა, იგივე ბატონი აკაკი ასათიანი, ძალიან გამოცდილი ხალხი და საინტერესო გარდა თქვენ ახსენეთ პარლამენტს გარეთ დარჩენილები, აი თქვენს გუნდში ვინც ვერ მოხვდა, ასე ვთქვათ, რაოდენობრივად, კიდე ვიზზე გწყდებათ გული. შეგიძლიათ თქვათ ამ პერსონალურად, ამ პარტიულად, რომ არ არის ის წარმოდგენილი პარლამენტში. პატრიოტთა ალიანსის წევრებს გულისხმობ? თქვენს გარდა, თქვენი გუნდის წევრების გარდა, კიდე ვიზზე გწყდებათ თქო გული, თქვენ ახსენეთ პარტიები, რომლებიც ვერ მოხვდნენ პარლამენტში. რასაკვირველია, იგივე ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, ცუდია რომ არ არის პარლამენტი და მისი ჯგუფი, იგივე ბატონი ალასანია ირაკლი, თუმცა ალასანია და მისი პარტია ჩემ პირადი თვალსაზრისით. დიახ. მე უფრო ამ ადამიანებს ხედავ სახელმწიფო მოხელეებად და ჩინოვნიკად კარგი კვალიფიკაციის, მაღალი კვალიფიკაციის, ვიდრე მებრძოლეებად, ვიდრე პოლიტიკოსებად და ვიდრე პოლიტიკურ ველზე მებრძოლეებად. მათ ეს ეტყობოდათ
ყოველთვის. ასე უფრო ჩინოვნიკების პარტია იყო. კარგი, თქვენ ხართ ოპოზიციური პარტია პატრიოტ ალიანსი. პარლამენტში ხვდებათ ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობა და სახელმწიფო პარტია ქართული ოცნება. თქვენ და ნაციონალური მოძრაობა შეიძლება იყოთ მოკავშირეები როგორც ოპოზიციური პარტიები? არავითარ შემთხვევაში, რასაკვირველი არა. ჩვენ არ მიგვაჩნია რომ ნაციონალური მოძრაობა არის ოპოზიცია და ოპოზიციური პარტია. არც ახლა, არც მანამ არ მიგვაჩნდა იმ პარლამენტში 12 წლის და უდიდესი შეცდომა იყო ქართული ოცნების, რომ მან არ შეაფასა პოლიტიკურად ის 9 წელი, რომლის ხსენებაც ლამის მალე ტაბუირებული იქნება. შეფასება არ მოხდა, ამისთვის მას არ სჭირდებოდა არც კონსტიტუციური უმრავლესობა და არც განსაკუთრებული იქ თანხმობა. და არ დაიწყო ამის მერე სამართლებრივი პროცესი იმისა, რომ ეს ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ორგანიზაცია არ ყოფილიყო ჩვენ პოლიტიკურ ველში და აი მივიდეთ ის რაც მივიდეთ. მოძრაობას პატრიოტ ალიანსის იმედი არ უნდა კონდეს პარლამენტში არც ერთი საკითხის განხილვის დროს. თქვენ მხარს დაუჭერთ მაგალითად თავრობის დაკომპლექტებას, ბიუჯეტის დამტკიცებას. ანუ თუ ნაციონალურ მოძრაობასთან მხარდაჭერას არ აპირებთ, მაშინ დიანა, ჩვენ მიგვაჩნია ძალიან დამოუკიდებლებად დარჩებით თუ მოცნების მოკავშირეება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია უნდა იყოს გასამართლებული და როგორ შეიძლება ჩვენ აღვიქვავდეთ მას ოპოზიციურ ძალად. თან მეორე ძალად უკვე მეორე საპარლამენტო ვადას გვთავაზობენ მეორე პოლიტიკურ ძალად, ოპოზიციურ ძალად, რაც იცით თქვენ რა აღშფოთებას იწვევს ჩვენს მოსახლეობაში. და ის სპეკულაციები 500,000 ხმაზე 470,000-ია მათი ამომრჩეველი. დიახ, ნუ ეს ამომრჩეველია თუ იქ რა მოხდა და როგორ მოხდა. ეს ჩვენ ნაკლებად ეს ნაციონალური მოძრაობა ვინ ჩაუყრიდა 470,000 ბიულეტენს ნაციონალურ მოძრაობას? ნამდვილად ამხელა ჩაყრა ეს ასე არ ხდება. რასაკვირველია მისახმა გარკვეულმა რაოდენობა ადამიანების, მაგრამ ნუ იყო სხვადასხვა ხერხები, აი ამ ხმების მიღების მთავარი მე უკვე მოგახსენეთ, იყო არნახული მოსყიდვა ამომრჩევლის. აი რამოდენიმე დღის წინ ორივე ძალის მხრიდან უბრალოდ ქართულ ოცნებას ჰქონდა დამატებითი ადმინისტრაციული ბერკეტი, რის წინააღმდეგაც ჩვენ ასე ვიბრძოდით. შიმშილობაც იყო არნახული ოქტომბრის თვეში მთავრობის კანცელარიის წინ და აი რა შედეგი მივიღეთ ჩვენ. ეთყობა ძალიან აწყობს ამ ორ პოლიტიკურ ძალას. კიდევ ერთხელ ჩვენ უკვე დავწმუნდით საბოლოოდ ჩვენ კი ვიყავით ყოველთვის დაწმუნებულები ამაში. ერთმანეთი ძალიან აწყობდა, როგორ აპირებენ ქვეყნის მართვას. აი ამას ვნახავ ჩვენ და ეს გამოჩნდება. რისთვის შედის პარლამენტში თქვენი პოლიტიკური ძალა და კონკრეტულად თქვენ ადამ არშანია. უკვე დაანონსებულია გარკვეული ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებები, მათ შორის ჩანაწერი ქორწინების შესახებ დეფინიცია, რომ ეს კონსტიტუციურად უნდა იყოს დაზუსტებული, რომ ეს ქალის და მამაკაცის ერთობაა, ოჯახი. ანუ ამ ცვლილებას, რომელიც არის უკვე დაანონსებული, თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით და კიდე აი მთავარი რის გასაკეთებლადაც თქვენ გინდათ ეს ტრიბუნა გამოიყენოთ. დიანა, ის საკითხი, რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ, ცხადია, ალბათ იმიტომ ახსენეთ, რომ დაანონსებულია. თორემ ახლა დამეთანხმებით, ადამ არშანიასთვის პირადად ეს საკითხი არ არის მთავარი ჩვენ ქვეყანაში. რასაკვირველია, ჩვენ მომხრეები ვართ, რომ საკონსტიტუციო ჩანაწერი გაჩნდეს. რატომ? იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ვნებათა ღელვა ამ საკითხის ირგვლივ და ერთხელ და სამუდამოდ ეს დაწმარდება ყველაფერი და ამის ამის შეცვლაც არ იქნება მარტივი და ამასაც მომავალში დასჭირდება კონსტიტუციური უმრავლესობა. რასაკვირველია პრიორიტეტები. არ მიგაჩნიათ ეს პირველი რიგის. არ რასაკვირველი, უბრალოდ დაანონსებულია და არის ნებადახელობა და რაღაცნაირად ხონდა დამთავრდეს ეს ყველაფერი ეს საკითხი. პირველი რიგის ამოცანა არის ორი სტრატეგიული ქვეყანაში. ეს არის პირველი, ასეთი არააქტუალური, ასეთი დავიწყებული, ასეთი როგორ თქვა ეს სიტყვა ჩემს აფხაზეთზე, მაგრამ მაინც ვიტყვი. მობეზრებული ქვეყნის გამთლიანება არის ჩვენი სტრატეგიული საკითხი, ამოცანა, ინტერესი და დუხჭირიდან და უმუშევრობიდან ქვეყნის
გამოსვლა. აი პირველზე კითხავთ როგორ გესახებათ, იმიტომ რომ უკვე დაიწყო საუბარი რომ როგორი იქნება მაგალითად აინტერესებთ როგორი იქნება ქართული ოცნების სტრატეგია ასეთი არაკოალიციური არამედ პარტიული უმრავლესობის პირობებში იყოს უნდა დიალოგი თუ არა იქ სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო რომელიც ამბობდა რომ ოპოზიციონერების გადასაწყვეტი არ უნდა იყოს და უნდა იყოს ასეთი ტიპის დიალოგი. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი რა უნდა გააკეთოს ოცნებამ პირველ რიგში მაგალითად შეხვდეს რუსეთის ასე ვთქვათ ლიდერებს, ხელმძღვანელობას თუ აი რა უნდა გააკეთოს? ჯერ არა, ეს შემდგომი ეტაპია. პირველ რიგში ოცნებამ თუ დაგვიჯერა ჩვენ და უნდა დაგვიჯეროს აუცილებლად, იმიტომ რომ არ შეიძლება არ დაუჯერო ადამიანს და პოლიტიკურ პარტიას ამაში. პირველ რიგში უნდა ეს საკითხი განიხილოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, რომელიც არსებობს საქართველოში. გნებავთ ნაციონალურ მოძრაობასთანაც ეს საკითხი ზეპარტიულია, ზეფრაქციულია და ზეა. პირველ რიგში და ეს არ იქნება რაღაც ერთჯერადი განხილვა, პროცესია, შეიძლება ბევრ რაღაცაზე ვერ შევთანხმდებით, მაგრამ საკვანძო საკითხებზე, საკვანძო ხაზზე, ტაქტიკაზე, სტრატეგიაზე უნდა აუცილებლად ჩვენ შევთანხმდეთ. ეს არის ზოგად ეროვნული კონსენსუსის საგანი და ამოცანა. ეს უნდა გახდეს ჩვენს ქვეყანაში უპირველესი, უზენაესი და უმთავრესი საკითხი დიანა დამეთანხმებით და გასაგებია ისიც, რატომ გადაიწია. ბევრი მიზეზი აქვს ამას, ცხადია ადამიანი, რომელიც ფიქრობს იმაზე, თუ როგორ ირჩინოს თავი, ეხა ასეთი დონის ამოცანებზე აქტიურად ვერ იფიქრებს და გასაგებია თქვენი თავარი ამოცანა. მე მინდოდა თქვენ რამდენიმე გასაგებია. და მე მოусმინე განცხადება ბატონი კალაძისა, მან ბრძანა რომ ძალიან ამბიციური გეგმა აქვს აი ამ უმუშევრობის, ასეთი კატასტროფული უმუშევრობის დაძლევის და ძალიან საინტერესოა რა არის ეს ამბიციური გეგმა, ხომ არ არის უბრალოდ ამბიციები ცარიელი ეს არამედ ძალიან საინტერესოა ვნახოთ, რამდენად პრაქტიკულად განხორციელებადია ეს ამბიციური გეგმა და ძალიან კარგია, რომ მან დაანონსა, რომ ამ საკითხში გააჩნიათ ამბიციური გეგმა. პლუს მე ვისურვებდი, რომ აი ქვეყნის გამთლიანების საკითხზე ძალიან სერიოზული მუშაობა დავიწყოთ ჩვენ და იქაც იყოს აქ უფრო ამ სიტყვას ვერ გამოვიყენებთ ამბიციურს, ძალიან გააზრებული ღრმად გააზრებული გეგმა უნდა გამოვიმუშავოთ ბოლოს და ბოლოს ჩვენ ამ საკითხში. და ტექნიკური საკითხი. ტექნიკურს ვეძახი მე ხა ამ საკითხების ფონზე ეს საკითხი ტექნიკურია. ჩვენ პირველივე დღეებიდან ვაპირებთ ამ ბედკრულ, ამ საარჩევნო სისტემაზე საუბარს და ამ სისტემის დანგრევას, დამსხვრევას და შეცვლას. ეს ძალიან რთული ამოცანა. არის სურვებს ალბათ ეს ორი შეხმატკბილებული ძალა ამის დანგრევას, მაგრამ ჩვენ უნდა ვაიძულოთ ქვეყანა, სადაც საუბარია რაღაც ტიპის მოდელებზე, მაგალითად საარჩევნო სისტემის გერმანული მოდელის ძალიან კარგია, რომ შესანიშნავია, რომ პრემიერმა ეს საკითხი ამ საკითხზე გააკეთა განცხადება, შესანიშნავია, უბრალოდ ეს არ უნდა დარჩეს მხოლოდ განცხადებად. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ვარიანტები, ძალიან კარგი წინადადებები და ეს საკითხიც იქნება პარლამენტის ასევე კიდევ ერთი ფრაგმენტი პრემიერის განცხადებიდან, რომ პარლამენტის გადმოტანის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება. თქვენ მოგწონთ პარლამენტი ქუთაისში თუ გინდოდათ ის თბილისში, ანუ ემზადებით ახალი ცხოვრებისთვის უკვე საქუთაისოდ? რასაკვირველია ვემზადებით, მაგრამ მე ვირადად ვემზადებით დროებით, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ პარლამენტი ისევ დედაქალაქში უნდა ფუნქციონირებდეს. ძალიან დიდი ხარჯია პარლამენტის ქონა ქუთაისში. ჩვენ ამ თვალსაზრისით შევხედოთ ამ საკითხს და ჩვენ თფუფუნება არა გვაქვს რომ ვიაროთ ამ სიშორეზე იქეთ-აქეთ. იქ მე დეპუტატების საცხოვრებელი პირობები არის, ეს ყველაფერი ხარჯია. პრემიერი ასე გეგმავს, მაგრამ როგორც ჩანს, პრემიერმა უნდა პარტიას, რომელიც შევა ასევე პარლამენტში 6 დეპუტატით, მას სხვა მოსაზრება აქვს, მაგალითად ქალბატონი ადა ფიქრობს, რომ თბილისში უნდა იყოს პარლამენტი. პრემიერის არგუმენტაციაც საინტერესო იქნება რასაკვირველია. დიდი მადლობა ადამ არშანიას, პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომელიც გახდება უკვე მეხუთედ პარლამენტის წევრი. დიდი მადლობა ადამ არშანიას. დღევანდელი შეკითხვის დრო
დასრულებულია. ჩვენ ხვალ შევხვდებით ერთმანეთს. ხვალ ყოველ საათში ერთხელ ეთერში იქნება საინფორმაციო გამოშვება და 2-ზე, 4-ზე და 7 საათზე უკვე მე სტუმრებთან ერთად შევეცდები მეორე ტურის პროცესის კომენტირებას. დიდი მადლობა რომ გვიყურებდით და გვისმენთ. ხვალ ისევ ჩვენთან ერთად.